რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, ეს მონიტორინგის და საპროცედურო კომიტეტების განსაშელია. ახლა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი კი ექსტრემისტი ოპოზიციის შესახებ საუბრობს. სწორედ ასე აფასებს თია წულუკიანი მოთხოვნის ავტორების კეთი ქარდავა გვერდება სტრასბურგიდან ის ახსნის უფრო ზუსტად რა პროცედურაა წინ. ამ წუთებში საპარლამენტო ასამბლეაზე განიხილავენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, კერძოდ იმ ანგარიშს, რომელიც მოამზადეს დამკვირვებლებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს. გამოვიდა სიტყვით მომხსენებელი დელეგაციის ხელმძღვანელი, ასევე მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი და დებატები გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში. ამ პერიოდში ექნება შესაძლებლობა თია წულუკიანს, რომელიც პირველად ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. დღეს თია წულუკიანმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი იმის, რომ უფლებამოსილების არ აღიარება მოხდეს და შეეცდება ის, რომ დაარწმუნოს კოლეგები ამაში. ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარდა არჩევნები და არჩევნების ხელმეორედ ჩატარების აუცილებლობას საქართველოს ხელისუფლება ვერ ხედავს. რაც შეეხება პროცედურებს, მას შემდეგ, რაც ეს საკითხი დადგა დღეს სესიაზე გახსნისთანავე, გადაეცა ეს თემა განსახილველად მონიტორინგის კომიტეტს და წესების კომიტეტს და მათ მოსაზრების მოსამზადებლად მიეცათ 24 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დოკუმენტი მზად უკვე ხვალ დილისთვის იქნება. ზამთრის სესიაზე საქართველოს დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობა ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით საპარლამენტო ასამბლეის წევრმა გაასაჩივრა. სესიას წინ უძღოდა ქართული ოპოზიციის მიერ სტრასბურგში გაგზავნილი წერილი, რომლის თანახმადაც ისინი ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ევროპის საბჭოს მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ითხოვენ. ოპოზიციის წერილთან ერთად ანალოგიური შინაარსის ორი სხვადასხვა მდგომლობის ავტორები ევროპელი კანონმდებლებიც იყვნენ. საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული პარლამენტია და მხოლოდ ქართული ოცნებითაა წარმოდგენილი. ივანიშვილის რეჟიმი ანადგურებს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ამიტომაც ევროპის სახალხო პარტიის სახელით მოგმართავთ, რომ მათ უფლებამოსილება შეუჩერდეთ. ეს არის საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრება არსებითი საფუძვლებით. თქვენს გასაჩივრებას მხარი უნდა დაუჭიროს სულ მცირე 30 წევრმა, სულ მცირე 5 ეროვნული დელეგაციიდან. ასამბლეის წევრებმა დარბაზში დაადასტურეს მანდატების ცნობის გასაჩივრება და საკითხი დებატების გარეშე მონიტორინგის კომიტეტს გადაეცა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება სამართლიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს და არა არასწორ აღქმებს. საქართველოს ინტერესებშია ევროსაბჭოსთან მუშაობის გაგრძელება. ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. წარმოუდგენელია ვინმე გააყალბოს არჩევნები, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის არის ასეულ ათასობით ხმების სხვაობა და ბევრი სხვა ისეთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ აბსოლუტურად მშვიდად გვამყოფებს. ევროსაბჭო სჭირდება საქართველოს, საქართველოს სჭირდება ევროსაბჭო, ეს არ არის ევროკავშირი, ეს არის ევროსაბჭო, სადაც ჩვენ თითქმის 30 წელია ვართ საუკეთესო წევრები, საუკეთესო მოსწავლეები, თუ გნებავთ ეს სიტყვა გამოვიყენოთ და ასეც გავაგრძელებთ, თუ იქნება ეს მათი ნება. ჩვენ სამომრჩეველს, რომელიც 1,200,000 ადამიანია, ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეთ. ოპოზიციის წევრები სტრასბურგში სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი აზრით ასამბლეას გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდება. გადაწყვეტილება როგორც არ უნდა იყოს ევროსაბჭოს მხრიდან, ეს უკვე ძალიან მძიმე შედეგი არის საქართველოსთვის პირდაპირ გეტყვით. ჩვენი ამოცანა არის, რომ უბრალოდ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და გამოსავალთა მიმართებაში, რომელიც არის ახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ქართველმა კანონმდებლებმა დღეს ევროსაბჭოში თქვეს, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას ხელისუფლება არ აპირებს. პოზიცია მტკიცია. არანაირი ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იგეგმება, არავითარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება არ იგეგმება და რომ ჩვენ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობას ვაპირებთ ზუსტად ისე, როგორც თანამშრომლობდით თითქმის 3 წლის განმავლობაში და რომ არავითარ სადამსჯელო ღონისძიებას საქართველოს წინააღმდეგ ევროსაბჭოს მხრიდან საქართველოს და მისი დელეგაცია ჩემი ხელმძღვანელობით არ დაეთანხმება და არ შეეგუება. ნახოთ რა გამოვა. რადიკალები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო
არასამთავრობო სექტორი ხედავს, რომ სიმართლე მათ მხარეს არ არის. სწორედ ამიტომ სტრასბურგში დღეს არის უპრეცედენტო მობილიზაცია მათი. მათ ეშინიათ, რომ ჩვენ გავაჟღერებთ სიმართლეს, რომელიც დაფუძნებული არის კონკრეტულ არგუმენტებზე და ევროპელ კოლეგებს მივაწვდით სწორედ არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ ინფორმაციას, განსხვავებით იმ აბსურდული ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე არსებული ინფორმაციისა, რომელიც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ უკვე 3 თვის განმავლობაში არის მცდელობა ამ არასწორი აღქმების შექმნასთან დაკავშირებით. სტრასბურგში დებატები და კენჭისყრა 4 შაბათს შედგება და უფლებამოსილების ცნობის საკითხი 29 ნოემბერს გადაწყდება.